პასუხეთ ნინოს გადაეცი და დაასრულებს ბატონი ყობა. ველაშა უკაცრავად გისმენთ. ქართული ოცნების და 20 წამი მხოლოდ ზიარდა. ქართული ოცნების წარმომადგენელი, კერძო ხელისუფლების წარმომადგენელი ამოეფარა სლავურ ომს ბატონ აბესაძეზე ვიძახი. დააბრალა უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს, მაშინ როდესაც 2008 წელს საქართველოში გქონდა ჩვენს ქვეყანაში გქონდა ომი, მაგრამ ეგეთი კრიზისი და ეგეთი გაჭირვება საქართველოში არ ყოფილა. არა, გიორგი ძალიან ხოთ, აღარ გვაქვს რა დრო. დრო აღარ გვაქვს, ხალხო ვერ დავამთავრე. კიდევ როდესაც თქვენ როგორც მენტორული ტონით როდესაც გვესაუბრებით ბატონოთან, თუ შეიძლება ის მაინც სიმშვიდე, ძალიან მაინტერესებს. თქვენ რომელ კონკურსში გამარჯვებული ბრძანდებით, ან რა ღირსშესანიშნაობით ახართ დანიშნული მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, რა პრინციპით დაინიშნეთ, რომელ კონკურსში გაიმარჯვეთ, რითი არის თქვენზე ნაკლები ჩემი მეზობელი გიორგი, რომელიც დღეს უმუშევარი არის, გარდა იმისა, რომ თქვენ ქართული ოცნების დროში დარბოდით და ასატრიალებდით 2012 წელს. ეს არის თქვენი ერთადერთი ეს რა ნიშნით დაინიშნეთ კონკურსში გაიმარჯვეთ. რანიშნით პასუხო გინდა მაშინ მაცადეს პასუხი მაშინ კი ბატონო არა ერთი თუთით რა უკაცრავად ეს არის ერთი თუთით რა გადაცემა მიმყავს მე ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ელაპარაკებია მენტორული ტონით და მენტორის ენით. ხალხი არ არის თქვენგან ჭკუის სასწავლებელი. კეთილი ინებეთ და თქვენ მიიღეთ ხალხისგან ჭკუის სწავლება. მადლობა ბატონო 4 სამსახური და 5 სამსახური რო გაქვთ თქვენ ხალხს კი ნუ ახარბებთ და 5000 ლარიან სამსახურებს კი ნუ ახარბებთ და 5000 ლარიან სამსახურებს კი ნუ ახარბებთ ადამიანებს. მადლობა პირიქით თქვენ უნდა გერიდებოდეთ ამ ყველა ხელფასებს რო იღებთ და პლუს პრემიებს ითხოვთ დანამატებს ჯიპებით შეგვიძლია გაითხოვოთ თქვენი დეპუტატი გუბული მაღაზია ხო საერთოდ სხვა დროს მოგიწევთ ამ თემაზე სასაუბროთ კიდევ ბევრჯერ ძალიან დიდი პროტესტი ნინო გაძლევთ სიტყვას და დაასრულებს ბატონ ვაშა გისმენთ და რაცა ჯაზუშენ გაინტერესებს როგორ და შენ თუ ქსმენია რეფორმაზე უბრალოდ სკოლას აკონდელოები თუ ქსმენია რეფორმაზე 21 სპეციალობა თუ ქსმენია რეფორმაზე დოქტორანტურის დაფინანსება თანამონაწილე ვარ ამის კარგი გასაგებია ავტორი ვარ გასაგებია ნინო ხუციშვილი ჟურნალისტი დემაგოგიური სექტური გამომეტყველებით და მსგავსი რაღაც აღვი რახსნილი პოპულისტით საუბარი აქვს არ გინდა ძალიან მადლობა ოთარ დაგუგლე გუგლში ნახე რა გამიკეთებია და მე ილაპარაკე მე სად როგორ და ეს არის ჩემ ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს არის ჩემს ლექციები ისწავლე და ილაპარაკე თემაზე და არა აღვირახდი პოპულიზმზე ეს ჩვენი პოპულიზმის განშტოება საქართველოში იმიტომ არა სექტის ერთ-ერთი ნიშანი ეგ ხარ და ეგ მე საუბარი დავამთავრე პატიცემო მხოლოდ დროშის ძალიან გთხოვთ რა ძალიან გთხოვთ კარგი ნინო ხუციშვილი ერთი წუთით რა უკაცრავად ძალიან გთხოვთ რა დიდი ბოდიში გადაცემაში რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ერთმანეთის აზრები ძალიან გთხოვთ დააცადეთ ადამიანებს საუბარი მოკლედ 20 წამი გაქვთ